ხვალ მეცადინეო პირადად მე მომაწვდის პირადად გამოგიგზავნით კი რა არ გავაცდინოთ ისედაც მე გვიცდება და მე მოთმინებით ვითმენ იმიტომ რომ მე ვიყავი სხვა ჯგუფში და აღმოჩნდი ამ ჯგუფში ნუ ესეც ხდება რას ვიზავთ როგორც ღვთისნება სხვა რომელ ჯგუფში იყავით ძალიან კარგად დამამახსოვრდა ქალბატონი წერეთელი და მეორე გვარი აღარ მახსოვს ვიყავით სულ 5 ეს ხო პირველ ივნის მგონი პირველ ივნის ურთიერთგაცნობა და მაშინ ბატონი დავით ქადაგიშვილიც იყო ანუ გასაუბრება იყო წერეთელი დაგვეკარგა ხო აღარ არის არ ვიცი აქ წერეთელს ვერ ხედავ სულ ახლები არიან ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თავარია რომ ჩემ მეცადინეობა ჩატარდეს ანუ რა დღე არის ხვალ სულების მოხსენიების მიცოლებელთა სულების მოხსენიების დღეა ხვალ უდიდესი პანაშვიდი ნუ ახლა ვინც მართლმადიდებელია ის ამ დღეს არ აცდენს და არა მართლმადიდებლები ვართ სულ ყველანი მაგრამ ახლა ეკლესიაში არ დავდივართ ყველანი საათისთვის ტარდება კი მაგრამ საღამოს არა იმდენად დაღლილი 12 საათზე პანაშვიდი იქნება 3 საათზე მწუხრი იქნება რომელიც 6 საათამდე გრძელდება უბრალოდ ჩემთვის ეს დამღლელია და მე თქვენ არ შეგეშლით ხას ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია მე უცხო არა ვარ ფიტოპრეპარატებთან ისე როგორც ფიტოპრეპარატები ჩემთან და აი ვინ დამპირდა გადმოგიგზავნით ჩანაწერსო მარტო გვარი და სახელი მითხარით ლუსიკანა ვინა ლუსიკანა კი ან 12-ზე თუ იწყება ახლა 9-ზე 9-დან 10-მდე რა ვიცი რა პრობლემაა ნახეთ ახლა 12-ზე რო იწყება 3-მდე პანაშვიდია 3-ზე მწუხრი იწყება რომელიც 6 საათზე მთავრდება იმის შემდეგ წარმოუდგენელია ჩემთვის ყოველ შემთხვევაში დილიდან ფიზიკური დატვირთვა იქნება პლუს გონებრივი რა თქმა უნდა და იყოს თქვენ ჩაატარეთ და მე გადმოგცემთ ჩანაწერს კი არ არის პრობლემა კი ბატონო ესეც შეიძლება მადლობელი ყურადღებისთვის და თანადგომისათვის გვაქვს მეცადინეობა კაცე შევხვდებით ჩვეულებრივად ქალბატონო კი რა შევხვდეთ არ დავაცდინოთ კარგად ხვალამდე კარგად დადებოდეთ ზოგიერთი ღამე უკალს ებარებოდეთ ყველა გაიხარეთ ალოცილები იყავით ეს ქრისტიანები მართლმადიდებლები ღმერთო